თბილისის ქალაქო სასამართლომ მიიღო უცნაური და გამოუგნებელი და უკანონო გადაწყვეტილება. მოსამართლე აშკარად ტენდენციური იყო სასამართლო მსვლელობის დროსაც კი მოსამართლე ჩვენი მხრის მიმართ ამჟღავნებდა აგრესიას, მოწინააღმდეგე მხარეს იცნობდა და სულ თქვენობით და როგორ ახართ და ხომ ხართ კარგად და არაკეთილსინდისიერი იყო მოწინააღმდეგე მხარე. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა შეიძინა კომპანია, თუმცა ეს კომპანია მის სახელზე არ იქნა გადმოფორმებული, იმიტომ რომ ამ კომპანიას გარკვეული ხარვეზები გააჩნდა, გამყიდველმა თქვა რომ განახორციელებდა, შეასრულებდა ამ ხარვეზებს, ამოწურავდა და ამის მერე კომპანია გადმოფორმდებოდა მყიდველის სახელზე. თუმცა გავიდა 5-6 წელიწადი, მსგავსი ქმედება არ გახორციელდა, შემდეგ გამყიდველსაც ამოუვარდა ეს გონებიდან, მაგრამ ამ ტერიტორიაზე გაშენდა უზარმაზარი საწარმო, თავისი დაზგადანადგარები და ასე შემდეგ. გადის რამდენიმე წელი და კომპანიის გამყიდველი ეუბნება, მოდიოდ მე რადგან ეს ხელშეკრულება არ შესრულა ბოლომდე, მართალი ხარვეზიანი ხელშეკრულება იყო რაღაც გარკვეული პრობლემები და ამიტომ მე აღარ გაძლევ ამ კომპანიას, უნდა დამიბრუნოთ კომპანია თავის მიწის ნაკვეთი და ყველაფრით რაც კი არსებობს. ბუნებრივია ამან წარმოშვა სერიოზული დავა, ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. ამ დავას და ურთიერთობის დაძაბვას იმანად შეუწყო ხელი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო უცნაური და გამოუგნებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩემი დაცვის ყოფს დაიკისრა, რომ უნდა დაებრუნებინა ეს ქონება მიწის ნაკვეთი თავისი მასზე არსებული დაზგადანადგარები და წლების შემდეგ რაც ააშენა და უზარმაზარი შრომა ჩადო და უფრო მეტიც ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია, რაც მსგავსი ტიპის საქმეებში წარმოუდგენელიც კი არის, იმიტომ რომ ძალაც რომ მოინდომო დაუყოვნებლივ აღასრულო ეს გადაწყვეტილება, ფიზიკურად ვერ აღასრულებ, იმდენი დაზგადანადგარები, ტექნიკა და იქ უამრავი უსაფრთხოების ზომები არის და დაუყოვნებლივ რომ დაწყებული ეს ყველაფერი ნახევარ თბილისი შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე დამდგარიყო. ამის შემდგომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მხარეებს შორის და ამ მოლაპარაკებას ვესწრებოდი პირადად მე. ჩემი განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამას ხო დავინახე, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. აი მოსამართლის ამ უკანონო დაუყოვნებლივ ასრულების გადაწყვეტილებით უკვე მხარე აპელირებდა და პირდაპირ ამბობდა, იცით რა, ჩვენ ვიცით რომ ეს მიწის ნაკვეთი მაქსიმუმ გაძვირების შემდეგ ღირს $100,000, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ $800,000. ჩემ კითხვაზე რა, როგორ ვითხოვთ $100,000 ქონებაში $800,000? ჩვენ იმიტომ რომ გადაწყვეტილება გვიგავია უკვე სასამართლოსი დაუყოვნებლივ ასრულებაზე და თქვენ მეტი გზაც არა გაქვთ და ამიტომ უნდა გადაიხადოთ. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს დაუყოვნებლივ ასრულება თბილისის აპელაციო სასამართლოში, თუმცა მათ საახსოვებლოში წაიღეს ეს ყველაფერი და დაიწყეს დაუყოვნებლივ ფორსირებულად დაიწყეს ეს პროცესები, ანუ იქ საათებზეც კი მიდიოდა მდგომარეობა თბილისის აპელაციაში გავასაჩივრეთ და აი იქ უკვე გავაუქმეთ ეს დაუყოვნებლივ ასრულების გადაწყვეტილება. და რა თქმა უნდა გავასაჩივრეთ ის პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, მხარეები გავხდით თანაბარი და უფრო მეტიც იმდენად განაწყენება და არაკეთილსინდისიერი იყო მოწინააღმდეგე მხარე, ჩვენმა მხარემ დაიწყო უკვე დემონტაჟი ამ ქონების და ამ საწარმოსი, რომელიც იქ მდებარეობდა, იმიტომ რომ არანაირი სურვილიც აღარ დარჩა მოწინააღმდეგე მხარესთან რაიმე კონსტრუქციული საუბრის, დიალოგის და შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარე აბსოლუტურად მართალი იყო. ამიტომ ეს ყველაფერი რატომ მინდა რომ საზოგადოებამ იცოდეს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი ხელშეკრულება იდება გარიგების საწყის ეტაპს. ის გარიგება რომ ყოფილიყო სამართლებრივად ბოლომდე გამართული, რა თქმა უნდა, ამ ტიპის დავა საერთოდ არ წარმოიშობოდა. რა თქმა უნდა, ძალიან აი ვითომ უმნიშვნელო დეტალები იყო იქ გამორჩენილი. ვითომ უმნიშვნელო, რომელიც აი თავისთავად უნდა ეგულისხმა მოწინააღმდეგე მხარემ ეს ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენა და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოდ ასე ვთქვათ მიაღწია. ჩვენ ვთქვით რომ მოსამართლე აშკარად ტენდენციური იყო სასამართლო მსვლელობის დროსაც კი მოსამართლე ჩვენი მხრის მიმართ ამჟღავნებდა აგრესიას, მოწინააღმდეგე მხარეს იცნობდა და სულ თქვენობით და როგორ ახართ და ხომ ხართ კარგად და ასე შემდეგ. მაგრამ ასე ვთქვათ აპელაციაში ჩვენ ამას მივაღწევ და ეს დაუყოვნებლივ ასრულების გადაწყვეტილება გავაუქმეთ. ამიტომ ყველა ბიზნესმენს მოუწოდებ და ყველა ადამიანს ხელშეკრულება ანახეთ ყოველთვის კვალიფიციური იურისტებს. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს თქვენი ბიზნესი და თქვენი მომავალი ურთიერთობები.